როგორც სამქალაქში დაბადებული და გაზრდილი ვიტყოდი, რომ ხალხი არის დეპრესიაში ჩავარდნილი. საბანკო ვალები აქვს აბსოლუტურად ყველა ოჯახს. მაღაზიებში რუსეთის მაღაზიაში ყველას აბსოლუტურად ვარი და მეც მაქვს მაგალითად. იმიტომ რომ ხელფასთან ხელფასამდე ეს საბანკო მომსახურებას და კომუნალურ ხარჯებს ვერ ყოფნის პედაგოგის ხელფასი. მასწავლებელია ყველაზე დამცირებული ამ ქვეყანაში, საქართველოში უუფლებო. იმიტომ რომ ხელისუფლება იყენებს ინსტრუმენტს, არ გინდა გაგანთავისუფლო, მოგიქცევენ ამ კრიმინალურ აგირებენ, გაკვეთილსაც ჩაგატარებენ, უმეტესი მასწავლებელი არის ჩუმად. ხალხი ისია დაზაფრული, როგორც ჩვეულებრივ არქიფოს კანტორაში ესე არიან. ანუ ღარიბები არიან, შივრები არიან, მაგრამ ცოცხლები რო არიან, მაგაზეც არიან ბედნიერები. უკვე იქამდე მიიყვანეს, რომ ღირსება აყრილები არიან, მასწავლებლებს, რომელსაც ისე ეშინია, რომ საკუთარი კოლეგის არაპოლიტიკურ ძალიან ლამაზ, თქო, სიუჟეტზე მოწონება დაწეროს, მაგისი რო ეშინია, ხო? რაღაცია ლაპარაკი, ხო? ნებისმიერ მასწავლებელში კითხე ძალიან მაგარი ბედნიერია, იმიტომ რომ ვერ ამბობს. ისე გავარდა ფასები, რომ კილო მარწყვი და ალუბალი 25 ლარი ღირს და ეხლა ცალობით რო უნდა ვიყიდო მარწყვი და ალუბალი, ანუ ეხლა მაგაზე რატო არ ამახვილებ ყურადღებას და რაღის ხორცი 25 ლარი ღირს და რაღის კარაქი და რაღის ყველი 15 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი. ახლა ჯამში გამოიანგარში რამდენი გჭირდება, რას ქვია? იმ ერთი მასწავლებლების უკან დგას კიდევ ვამბობ. ძალიან დიდი ოჯახი, რომელიც მასწავლებლები ჩვეულებრივ შიმშილობენ ამ ქვეყანაში. თუ მასწავლებელი კარგად ჩაცმულია და აქ საჭმელი და შედის სუპერმარკეტში, ეს ან იჯარებიდან აქ შემოსავალი, ან უცხოეთში ყავს ნათესავები. დანარჩენი მასწავლებლები უბედურ დღეში არიან და რა ვიცი, ხა რას ეძახიან კარგად ცხოვრებას მასწავლებლების და რა მოგვიმატეს და რითი გაგვაბედნიერეს ვერ გეტყვით. გახედეთ ხალხს, თუნდაც ღიმილით დაინახავთ. ვერავის, შეიძლება ჩემი თაობა საქართველოში არ ცხოვრობს, ყველა გაქცეულია ქვეყნიდან.